ყველაფერი დაიწყო ძალიან შთამბეჭდავ. აი ას. ერთმა არც ისე ნიჭიერმა და მორიდებულმა ადამიანმა საზოგადოებაში დიდი აღიარება მოიპოვა. თუმცა მოუყვეთ თავიდან. ჩვენი გმირი სკოლის ასაკიდანვე ცდილობდა, რომ კლასელებზე შთაბეჭდილება მოეხდინა. ის მართალია არც ისეთი ნიჭიერი და გაბედული იყო, მაგრამ როგორღაც მაინც ახერხებდა იმას, რომ გარშემომყოფების თვალში ამაღლებულიყო. მოკლედ ჩვენს გმირს უნაკლო ადამიანის იმიჯი ჩამოუყალიბდა. რა თქმა უნდა, შექმნილ იმიჯს ჩვენი გმირი ძალიან უფრთხილდებოდა. ამიტომ ინსტიტუტში პირველივე წელს ჩაბარებისთვის ძალიან ბევრი იშრომა. შრომამ, რა თქმა უნდა, შედეგი გამოიღო და ჩვენი გმირი ძალიან პრესტიჟული დაწესებულების სტუდენტი გახდა. მართალია ის არც ისე კარგი მხატვარი იყო, მაგრამ მისი შთაგონება ყველას ქედსახრევინებდა. მოკლედ, ჩვენი გმირი შესანიშნავად გრძნობდა თავს. მის გარშემო მხოლოდ ნაღები საზოგადოება ტრიალებდა და მის აზრს გადამჭრელი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ხო, სულ დაგვავიწყდა გვეთქვა, ჩვენი გმირის კურსზე ერთი ნიჭიერი, სიმპათიური, მაგრამ ნაკლებად მოდური მანდილოსანი სწავლობდა, რომელსაც ძალიან უყვარდა ჩვენი გმირი. დახვეწილი იმიჯის მქონე მამაკაცი, რა თქმა უნდა, საერთოდ არ ამჩნევდა მას. მიუხედავად იმისა, რომ გოგო არანორმალური ერთგულებით ემსახურებოდა. სხვადასხვა იმის შემდეგ, რაც შეყვარებულმა მანდილოსანმა თავის ნამუშევრებს ჩვენი გმირის სახელი მიაწერა, მისი ნიჭით ყველა აღფრთოვანდა და კაცს პერსონალური გამოფენის მოწყობაც შესთავაზეს. რა თქმა უნდა, შეყვარებული კურსელი გამოფენის მოწყობაშიც ეხმარებოდა გმირს, თუმცა მისგან სანაცვლოდ ვერაფერს იღებდა. ბოლოს და ბოლოს ისიც გაბრაზდა და აქ იწყება ყველაზე საინტერესო. შეყვარებულმა კურსელმა მამაკაცის არც თუ ისე კარგი ნამუშევრები გამოფინა. რა თქმა უნდა, ჩვენი გმირის სახელით. ასე რომ იძაბება სიტუაცია და ჩვენს გმირს ერთი ხელის მოსმით დაემსხვრა ის, რაზეც წლების განმავლობაში მუშაობდა და რითაც ცოცხლობდა. სამწუხაროდ. ადამიანი ყოველთვის ირჩევს რაღაც გარკვეულ სტილს. ეს არის პოპულარული თუ არ არის, ამას არ აქვს მნიშვნელობა. არსებობს ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ აქცევენ არანაირ ყურადღებას ჩაცმას, მაგრამ ეს თავისთავად რაღაც იმიჯია ჩაუცმელობის. საქართველოში მომღერალი პოპულარული არა იმიჯით ხდება, არამედ ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, ხდება თავის სიმღერით, ხოლო შემდეგ აქცევენ უკვე მის იმიჯს ყურადღებას და ეს გამომდინარე რეპერტუარიდან უკვე მომღერალი თვითონ ცდილობს, რომ ეს იმიჯი შეიქმნას. მნიშვნელოვანი ფაქტორი არის იმიჯი ადამიანისთვის, იმიტომ რომ განსაკუთრებით მომღერლისთვის იქნება ეს მსახიობისთვის თუ შოუ ბიზნესის წარმომადგენლისთვის, იმიტომ რომ ის არის სახე თავისი პროდუქციის. როდესაც ხარ პროდიუსერი, უნდა აკეთო შენი საქმე, არ შეიძლება შეითავსო ეს იმიჯ-მეიკერობაც, იგივე პრესმდივნობაც და მენეჯერობაც. ეს სულ სხვადასხვა რამეა. მაგრამ ამ შემთხვევაში საქართველოში ჯერჯერობით ვართ ჩამოყალიბების სტადიაში და აქედან გამომდინარე ყველაფერს თავის ადგილი მიეჩნევა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რო თქვა, რომ ჩვენ ყავს იმიჯ-მეიკერები, ამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ისინი არ არსებობენ დღეს საქართველოში. საზღვარგარეთ, მოდი ესე ვთქვათ, დავაკონკრეტებ საქართველოში არ არსებობს მომღერალი, არ არსებობს მსახიობი, რომელსაც არ ყავდეს თავისი იმიჯ-მეიკერი, თავისი მენეჯერი, რომელიც ძალიან ბევრ პრობლემას აშორებს მსახიობს, მომღერალს თუ შოუ ბიზნესის წარმომადგენელს. შოუ ბიზნესის წარმომადგენლები ძირითადად უფრო საზღვარგარეთ, მაგრამ ეხლა საქართველოშიც შემოვიდა ეს ტენდენცია, რომ ფაქტიურად სტილს ამკვიდრებენ.
ძალიან ცნობილი დიზაინერები შთაგონებას იღებენ ძალიან ცნობილი მსახიობებისგან, ანუ ეს მარლენ დიტრიხი, ოდრი ჰეპბერნი, სოფი ლორენი თავისი იმიჯის შემქმნელები არიან და დღესდღეობით მათ სილუეტებს იმეორებენ დიზაინერებიც. ძალიან ხშირ შემთხვევაში ვიზუალურ მხარეს და მის იმიჯს მომღერალი იქნება ეს თუ რომელიმე პოპულარული ადამიანი, უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე მის შემოქმედებას. ეს შეიძლება უფრო ნაკლებად მისაღები იყოს, მაგრამ ნუ არის რაღაც ამაში დევს, იმიტომ რომ მასას აინტერესებს აი ამ პიროვნების ძალიან ბევრი რამ და ერთ-ერთი მთავარი არის იმიჯი. უცხოეთში ვარსკვლავები პირველ რიგში იმიჯზე იწყებენ ზრუნვას. მათ კარგად იციან, რომ ექსტრავაგანტული იმიჯი წარმატების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კომპონენტია. მაგალითად, პოპ დედოფალი მადონა ძალიან სკანდალური იმიჯით დამკვიდრდა შოუ-ბიზნესში. მადონამ გაბედულად გაიშიშვლა არა მხოლოდ სხეული, არამედ მთელი თავისი ინტიმური ცხოვრებაც. სხვათაშორის მის სექსუალურ პარტნიორებს შორის არა მარტო ადამიანები, არამედ ცხოველებიც ერია. მადონას სკანდალურმა იმიჯმა მსოფლიო აალაპარაკა. თუმცა პოპის დედოფალმა ისიც გათვალა, რომ ადრე თუ გვიან ყველაზე სკანდალურ ამბებსაც ეგუება საზოგადოება. ამიტომ ახლახან მადონამ იმიჯი რადიკალურად შეიცვალა და კიდევ ერთხელ აალაპარაკა საზოგადოება. ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელის დევიდ ბეკჰემის არანაკლებ ცნობილი მეუღლის ვიქტორია ბეკჰემის იმიჯზე ძალიან ბევრს საუბრობდნენ. წლების განმავლობაში ყოფილი სპაისელი ყველაზე უგემოვნებო მომღერლად ითვლებოდა. თუმცა ამჟამად სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი. დღეს ყველაზე მოდურ ადამიანად გამოკითხულთა 46%-მა ვიქტორია ბეკჰემი დაასახელა. ბრიტნი სპირს აბსოლუტურად აკმაყოფილებს საკუთარი იმიჯი. ბრიტნი პროტესტს არ გამოთქვავს და პირიქით უამრავ დროსა და ფულს ხარჯავს იმისათვის, რომ ის ყველაზე ვულგარულ ადამიანად დაასახელო. ცნობილი მსახიობი კრის ოდონელი იმიჯზე აღარ ზრუნავს, წერენ ამერიკული გაზეთები. და ამის დამამტკიცებელ ფაქტად ოდონელისა და მისი მეუღლის ვიზიტი მოაქვთ სანტა-მონიკის ერთ-ერთ რესტორანში. თურმე კრის მას შემდეგ მოუთხოვია მენიუ, რაც ანგარიში გადაიხადა. კრისი 1 საათის განმავლობაში ანგარიშობდა, სწორად გადაახტევინეს თუ არა მას თანხა რესტორნის თანამშრომლებმა და ხმამაღლაც გამოთქვამდა პრეტენზიებს. ასე რომ კრის ოდონელის დადებითი იმიჯი ერთბაშად დაიმსხვრა ამერიკელების თვალში. აი, ასეთი უნებები აქვთ ცნობილ პიროვნებებს. თუ თქვენ არ გაკმაყოფილებთ გადაცემის წამყვანის იმიჯი, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მას იგი არ გააჩნია. აბა